მდინარეზე არ შემიძლია რომ ხაზი არ გაუსვათ, კი არ შეიძლება, იმიტომ რომ ქონდა ძალიან მაგარი დებატები. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმო ის არის, რომ ამ დებატებს წინ უძღოდა აი ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ძალადობის ფაქტებს, რომელიც მოხდა ოდესღაც, რომელიც უკვე დაკავებულები არიან თებერვლიდან და თვითონვე TV პირველს ეს ფაქტი ქონდა გაშუქებული. ახლა რაში აწყობდა ამ არხს ამ სკანდალის ატეხვა, ეს კაცმა უწყის. სავარაუდოდ ეს ჩაუფრინეს სავიზო ლიბერალიზაციის თემის ამბავში და ახალი ევრო რაღაცა სანქციების გამოსაწვევად, მაგრამ ზოგადად ეს ადამიანები რო ქვეყნის მტრები არიან. ამას წყალი არ გავა და პატარა ვიდეო მომზადე მდინარეძის ამ იმიდან დებატებიდან, სადაც სწორედ ამ თემაზე ლაპარაკობს ძალიან კაფიოთ, ამომწურავად და მოკლედ რა. და აი მარტო ამას წავიღებ დროს. კი ბატონო. დავით. მართლაც საშინელ ფაქტს. თებერვალში მიმდინარე წლის და საქმის კურსში ვიყავით დეტალურად, იმიტომ რომ ჩვენ სამსახურსაც ჰქონდა ეს ინფორმაცია. თებერვლის თვეში პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 4 დღის განმავლობაში სამართალდამცველმა სისტემამ მოახერხა ძალიან მცირე ინფორმაციიდან გასულიყო ბოლომდე და 3-4 დღის განმავლობაში შედეგი დადებულიყო და დაკავებული ყოფილიყვნენ მოძალადე პოლიციელები. 19 თუ 20 თებერვალს თუ არ ვწდები თარიღებში გენერალურმა ინსპექციამ ჩვენმა სამსახურმაც მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიღეს ინფორმაციები, რომ 4 წლით ადრე ჰქონდა დანაშაულებრივ ფაქტს ადგილი, საზარელ ფაქტს, როგორც ხედავთ კადრებში და ამის შესახებ არც ერთი შეწყობინება, არც ერთი ინფორმაცია არ იყო არსად. შეტყობინება 22 წელს, როცა ეს დანაშაული მოხდა, არ იყო დაფიქსირებული არსად. არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და 4 წლის განმავლობაში ეს იყო მიჩქმალული ფაქტი. ამიტომ რეაგირება ბუნებრივია ვერ იქნებოდა. ეს ბუნებრივი ამბავია, მათგან არ გვიკვირს, ვინც ამას აკეთებს, რომ ნახევარს ამბობს და მეორე ნახევარს არ ამბობს. მაშინ როდესაც TV პირველმა თავად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულები არიან მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე თუ ისევ თარიღი არ მეშლება, მათაც ჰქონდათ ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სამართალდამცველთა სისტემამ გაავრცელა ეს ინფორმაცია, არ დაუმალავს. შემდეგ როგორც მე ვიცი და არ მგონია ვწდებოდე კადრებიც აქამდე ქონდათ, არ ვიცი დღეს და გუშინ რასაუდებოდნენ მაინც და მაინც, რას დაამტყვეს და რა მიზნები აქვს. ეს წლების განმავლობაში ბევრჯერ ნახეთ, რომ წმინდა პიარული მიზნები აქვს და არანაირი თქვათ ემპათია ვიღაც მიმართ მათ არ ამოძრავებთ. და აი აქვე პატარა სკრინს გავუშვათ და პატარა რეპლიკით შემოვიფარგლები უბრალოდ ეს ფაქტი იმისა, რომ TV პირველს ეს გაშუქებული ქონდა, როგორც კი ეს ამბავი გაასაჯაროა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შესაბამისმა ორგანოებმა. რაც შეეხება ანუ ყველა ვინც ატრიალებს ამას ხო სოციალურ ქსელებში და ცდილობს რომ ეს ყველაფერი სათავისად გამოიყენოს ეს ფაქტი, ну პირველ რიგში არის უმდაბლესი და უბინძურესი ადამიანი იქია. მეორე რიგში ანუ როდესაც საუბრობენ იმას, ძირითადად აპელირებენ რითი, რომ აი 4 წელი მაშინ რა თუნდოდა საქმის გამოძებას. ხო ეს ხო მარტივი ლოგიკაა. შეხედე იმისთვის რომ საქმის ძიება დაიწყოს, უნდა შევიდეს განცხადება. განცხადება არ შესულა. ამ საქმეს უშუალოდ შესაბამისმა ორგანოებმა თვითონ თავისი ინიციატივით მიაგნეს, იმიტომ რომ აი ეს ვიდეოები გაავრცელეს თვითონვე, ასე ვთქვათ, ჟარგონს ვიხმარ, გაუბაზრდეს. და იმათმა ამის საფუძველზე მოახდინეს რეაგირება, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია. რეალურად მსოფლიოში ვერ მაჩვენებს ვერც ერთ ქვეყანას, სადაც შეიძლება მსგავსი დანაშაული გაიხსნას, სადაც არ არსებობს მიმართვიანობა, არც დაზარალებულის მხრიდან, არც დაზარალებულის ოჯახის მხრიდან, ხო? ანუ აი ესე დონეზე დაშვება კიდე. ნუ ახლა ფაქტია, რომ შავნოდარა მატაობს რა. ხო, შავნოდარა მატაობს. TV პირველში და ძალიან ცდილობენ რა, მოკლედ გონია რომ მატაობს, გონია, მაგრამ აი არა არ შევიან ქუცნები არიან ეხლა მაგის მასალის გამოყენება არც გვინდა ეხლა კაცი იჯდა ვილაპარაკა აბსოლუტურად გარკვევი და ფრაზა დაუმახინჯეს და ათრევინეს ყველა თავის პროპაგანდისტს და კიდე მაგრამ გამოიხედება ვიღაცა აქეთ და აქეთ ხო ეგ არის შავნოდარას მატაობა და ეხლა ამაზე დროს ახალგაზრდას არ არის მაგრამ აი ეს მართლა ძალიან საბოლოო ვიდეოში ეცეკოს ხო იცი აი ეგ არის იმიტომ რომ იცი რა არის ძალიან ცუდია როდესაც ეს მართლა საყურადღებო იყო იმიტომ რომ ძალიან ცუდია როდესაც ინფორმაციული ომი ამ თვალსაზრისით არ უნდა მოვაგებინოთ, მაგრამ ეგრე არ არის რა. ეს საქმე 4 წელი არიდო თაროზე.
არ იყო მომშივანი, არ არსებობს ეგეთი რაღაცა და ეს ბევრმა არ იცოდა და ამიტომ ლიზა შენ მე მგონი ამეტანს ნერვიულობ. შო, კაი, მე გავჩი. იცი რატო? იმიტომ რომ ინფორმაციულ ლომს ეგენი ვერ იგებენ. ტყეპნიან ერთ ადგილს, რო იგებდნენ არ გამოჩნდებოდა.